სოციალური პროგრამები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ბოლო 6 თვეში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 800.000 ლარზე მეტი დაიხარჯა. თემაზე ვრცლად ვისაუბრებთ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახა ჯამბურიასთან. გამარჯობა, დიდი მადლობა, რომ დრო გამონახეთ და მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. რას მოიცავს თვითმმართველობის სოციალური პროგრამა და განსაკუთრებით რა საჭიროებებზე იყო მოსახლეობის მაღალი მომართვიანობა? მოგესალმებით, პირველ რიგში დიდი მადლობა იმისთვის, რომ გვეძლევა შესაძლებლობა თქვენი მედიის საშუალებით მოქალაქეებს ინფორმაცია მივაწოდოთ კონკრეტულად სოციალურ საკითხებზე და მადლობა თანამშრომლობისთვის. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ 2026 წლის სოციალური პროგრამა, სოციალური ჯანმრთელობის პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული გვაქვს 1.891.540 ლარი, ეს არის მთლიანი თანხა, რომელიც 1 წლის განმავლობაში გვაქვს გამოყოფილი. აღნიშნული თანხა წინა პერიოდთან შედარებით ცოტათი მომატებული გვაქვს. ეს გააჩნია ხოლმე ყოველი წლის განმავლობაში მომართვიანობა, რაზე გვაქვს, რას ითხოვს თვითონ მოქალაქეები და იმის მიხედვით მე ვაკეთებთ ხოლმე გარკვეულ ცვლილებებს პროგრამაში და აქედან გამომდინარე თანხის რაოდენობაც გვესდება ხოლმე. პირველი 6 თვის განმავლობაში, ანუ 2 კვარტლის შესრულება ჰქონდა მასინებზე საკრებულოზე ანგარიშით წარდგა აღნიშნული სამსახური მერიის და პროგრამის ფარგლებში 815.732 ლარია დახარჯული. ეს არის დაახლოებით 53% მთლიანი ბიუჯეტის, რომელიც წლიურია. ჩვენ მოლოდინი გვაქვს იმისი, რომ შემდგომ 2 კვარტლის განმავლობაში უფრო მეტი მომართვიანობა იქნება და შესაბამისად ბიუჯეტიც წლის ბოლომდე 100%-მდე გავა შესრულება და ასევე მთავარი საკითხი რაც არის, ძირითადი ხარჯი ამ 815.000-დან მოდის სამედიცინო კვლევებზე და სტაციონარულ მომსახურებაზე, რომელიც თანადაფინანსებასაც აკეთებს მუნიციპალიტეტი. ვიცით, რომ ამ მიმართულებით თვითონ ჯანდაცვის სამინისტრო და ცენტრალური ბიუჯეტიდან ხდება თანხების გამოყოფა, თუმცა მთლიანად არის ხოლმე შემთხვევები, რომ მთლიანად არ ახდენს, ასე ვთქვათ, აღნიშნული სახელმწიფო პროგრამა თანადაფინანსებას და რჩება გარკვეული თანხა, რომელიც მოქალაქეების გადასახდელია და აქედან გამომდინარე ჩვენ მუნიციპალიტეტი ვცდილობთ მოქალაქეებს შევეხიდოთ აღნიშნულ დაფინანსებაში. ეს არის სამედიცინო კვლევებისა და სტაციონარული მომსახურების თანადაფინანსებაში. გარკვეული ზღვარი გვაქვს შემუშავებული. ჩვენ ადრე გვქონდა, რომ მარტო სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს გარკვეული ფულობრივი ზღვარი ქონდა შემოღებული, სადაც ვაფინანსებდით, თუმცა მერე მოუხსენით ეს ფულობრივი ზღვარი და ნებისმიერ მოქალაქეს არ აქვს მნიშვნელობა სოციალურად დაუცველია თუ არა, მას შეუძლია თანადაფინანსება მოითხოვოს ამ მიმართულებით და აქედან გამომდინარე ცოტა ბიუჯეტი გაგვეზარდა მაგ კუთხით, თუმცა სამაგიეროდ ყველა მოქალაქეს ეძლევა საშუალება რომ მოგმართოს. გვაქვს 1000 ლარს ქვევით 50%-ით ვაფინანსებთ, თუ მოქალაქეს 1000 ლარამდე ან 900 ლარია გადასახდელი 450 ლარს ჩვენ ვფინანსებთ, დანარჩენი მოქალაქის გადასახდელია, ხოლო თუ 1000 ლარს ზევითაა 700 ლარის ოდენობით ვაფინანსებთ, მერე მოქალაქეს თანადაფინანსებას უწევთ და ძირითადი მოთხოვნა ამ 815.000-დან ამ პირველი 2 კვარტლის განმავლობაში არის 318.000, რომელიც შეეხება სამედიცინო კვლევებსა და სტაციონარულ მომსახურების თანადაფინანსებას. თორემ ისე მთლიანად პროგრამა საკმაოდ მოცულობითია. ჩვენ ამ პროგრამის უმეტესი ნაწილის თანხების გახარჯვა მოგვიწევს მეორე კვარტალში, იმიტომ რომ აქ გვაქვს ისეთი პროგრამის ნაწილი, სადაც არის თხოვის სეზონის თანადაფინანსება და ასევე სხვადასხვა მიმართულებები და მერე უკვე წლის ბოლოს შეგვიძლია უკვე სრული ინფორმაცია მივაწოდოთ მოქალაქეებს აღნიშნული პროგრამის შესრულებასთან დაკავშირებით.
გარდა სამედიცინო სფეროსი, კიდევ რა პრიორიტეტები გაქვთ სოციალურ პროგრამაში, როგორ ეხმარებით მრავალშვილიან ოჯახებს და ასევე მათ, ვისაც შეეძინა პირველი, მეორე ან შემდგომი შვილი. ეს პროგრამა სხვა მუნიციპალიტეტებში განსაკუთრებით პოპულარული არის. ჩვენ რომ ახლა ჩამოვთვალოთ ყველა საკითხი, საკმაოდ დიდი დრო დაგვჭირდება. ჩვენ გვაქვს საიტი lagodexi.gov.g, სადაც შეუძლია მოქალაქეებს შევიდნენ და დაწვრილებით ნახონ ეს პროგრამა და შეუძლიათ, ასე ვთქვათ, ინფორმაცია მათ შორის, როგორც ჩვენს დეპუტატებს, საკრებულოს დეპუტატებს, ასევე მერის წარმომადგენლებს კითხონ და არის საკმაოდ მრავალფეროვანი. ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერ მოქალაქეს, ვისაც რაიმე სახის გაჭირვება აქვს, ან სამედიცინო, ან სხვა მიმართულებით, ჩვენ ვეხიდებით, ასე ვთქვათ, გარკვეულწილად თანადაფინანსებას ვუკეთებთ სხვადასხვა მიმართულებით, აი მაგალითად შეიძლება ითქვას, მკვეთრად გამოხატული შშმ პირების მქონე სტატუსის მოქალაქეების დახმარება გვაქვს, შშმ ბავშვების 18 წლამდე დახმარება, ჯანდაცვის მომსახურება და სამედიცინო მომსახურებაზე ვისაუბრე უკვე, ოჯახებისა და ბავშვების მხარდაჭერის პროგრამა გვაქვს, სადაც მარტო ხელამშობლების, ასე ვთქვათ, და მარჩენა დაკარგულ და ობოლო ზრუნველმოყოლებულ ბავშვების თანადაფინანსება გვაქვს, ახალშობილების თანადაფინანსება, მრავალშვილიანი ოჯახების და ასე შემდეგ. აი მათ შორის არის ძალადობის მსხვერპლები და უსახკარო ოჯახების დაცვის თანადაფინანსება, ესეთი ოჯახები, რომელიც უსახკაროები არიან, უფინანსებთ ქირის საფასურს ნაწილობრივ გარკვეული თანხა გვაქვს გამოყოფილი. ვეტერანების და მათი ოჯახების დახმარება გვაქვს, დევნილების დახმარება გვაქვს, ხანდაზმულთა მზრუნველობა გვაქვს, სარიტუალო ხარჯები გვაქვს ისეთი ოჯახებისთვის, რომელსაც ასე ვთქვათ, არ ყავს ოჯახის წევრი, ვინც შეიძლება მიხედოს. გვაქვს შემუშავებული პაკეტი, სადაც ვაძლევთ ხოლმე, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ჰიგიენური საშუალების საფენები იქნება და სხვადასხვა, ასე ვთქვათ, საშუალებები, რომელიც ოჯახს ჭირდება, ასე ვთქვათ, ახალშობილისთვის. ჩვენ ადრე გვქონდა თანხა გამოყოფილი, მაგრამ ეხლა ეს აღარა გვაქვს. ანუ მიზან მიმართულად გვინდა რომ გავაკეთოთ ის, რომ მოქალაქეებს მივცეთ, ასე ვთქვათ, ეს პაკეტი მოხმარდეს სწორედ იმ ბავშვებს, ვინც არიან ახალშობილები და გვაქვს სამოხმარებლო კალათა, სადაც არის სხვადასხვა სახის ჰიგიენური საშუალებები, რომელიც თითოეულ მოქალაქეს გამოადგება და საკმაოდ კაი გამოხმაურება მოყვა მას მოქალაქეებიდან და ამითი ყველა ახალშობილი სარგებლობს. და ბოლოს მალე დაიწყება ახალი ბიუჯეტის პროგრამაზე მუშაობა და თუ გეგმავთ სოციალური პროგრამის დაფინანსების გაზრდას. ყოველ წელს ვაკეთებთ ხოლმე ანალიზს ამ სოციალური პროგრამის მომართვიანობიდან გამომდინარე, ხედავთ თუ რაზეა ძირითადი მოთხოვნები მოქალაქეების მიმართ და ამ ანალიზის საფუძველზე მე ვახდენთ შესაბამის ცვლილებებს. შეიძლება რომელიმე პროგრამას გარკვეული თანხა მოაკლდეს, რომელიმეს გაეზარდოს, შეიძლება რაიმე პროგრამა დაემატოს, ეს გააჩნია თვითონ მოქალაქეები რა მომართვიანობით იქნებიან წლის განმავლობაში და აქედან გამომდინარე, როგორც სოციალური სამსახური, ასევე მერია და საკრებულო ერთობლივად ვახდენთ ამ პროგრამის კორექტირებას. დიდი მადლობა, რომ მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა. გვესაუბრებოდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახა ჯამბურია. Კარგად, მადლობა თქვენ.